კახეთში სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ტრენინგი დასრულდა. დასკვნით ეტაპს ლაგოდეხმა უმასპინძლა. კონფლიქტური სიტუაციების მართვა, მედიის მუშაობისა და ჟურნალისტებთან ურთიერთობის დეტალები, კომუნიკაცია და სხვა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული უნარჩვევები ის საკითხები იყო, რაც ჯამში ტრენინგების განმავლობაში 29 პოლიტიკური პარტიის წარგზავნილმა 140-მა წარმომადგენელმა გაიარა. პროექტი თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევანის დასკვნითი ტრენინგი გახლავთ ლაგოდეხში. როგორც მოგიხსენებათ, 29 პოლიტიკური პარტიის 140-მა ბენეფიციერმა მიიღო მონაწილეობა პროექტში. იყო ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო, ცხარი დისკუსიებიც. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანში საარჩევნო შესაძლებლობების კუთხით მათი ცნობიერება ამაღლდა კიდევ პროექტმა თავის შედეგებს უპასუხა. მადლობას გადავხდი მე სხვადასხვა მედია საშუალებებს, მათ შორის აფხაზეთის ხმას, რომელიც აქტიურად პროექტის თითქმის ყველა ეტაპზე პროექტს აშუქებდა. და მრავალ გამჭვირვალეს ხდიდა ამ პროცესს. ჩვენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც ვაპირებთ. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური პარტიები უფრო გახსნილები იქნებიან, უფრო უშუალოები საზოგადოებრივ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად და სამომავლოდ მე დარწმუნებული ვარ, ესეთი აქტივობები გააუმჯობესებს საარჩევნო შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ასევე ზოგადად ქვეყანაში. ტრენერები ამბობენ, რომ მსგავსი სემინარების გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რადგან მოსახლეობის დაინტერესება, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა არჩევაში საკმაოდ მაღალია. ისინი მონაწილეთა მხრიდან აქტიურობაზეც საუბრობენ, ტრენერების აზრს მონაწილეებიც იზიარებენ. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენელთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც არიან კვალიფიციური და გამოცდილი კადრები და ასევე არიან ახალგაზრდები, რომლებთაც აქვთ განსაკუთრებული ინტერესი საარჩევნო პროცესებისადმი. ვფიქრობ, სასიამოვნო გარემო იყო შერჩეული ტრენინგების ჩასატარებლად. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ლაგოდეხის მრავალპარტიული საზოგადოებისგან შერჩეული პირები. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და საკმაოდ სასიამოვნო და შედეგის მომტანი დისკუსია გაიმართა ამ პერიოდის ტრენინგების პროცესში. ტრენინგებს ატარებდნენ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ტრენერები, რისთვისაც მათ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო და აღნიშნული ტრენინგები ვფიქრობ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. ტრენინგის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელში კი ამბობენ, რომ მსგავსი სემინარების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.